ეხლა ერთი ძალიან სასიკადულო ქართველის შესახებ კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ. დიდი ქართველი კომპოზიტორი, მრავალი პრემიის ლაურეატი, პედაგოგი ბატონი სულხან ცინცაძე დაიბადა 1925 წლის 23 აგვისტოს. შესაბამისად წელს დიდი ქართველი კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა და კიდევ წინ გვაქვს უამრავი წლის ბოლომდე, ამიტომ საიუბილეო თარიღს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1 ნოემბერს 19 საათზე დიდ დარბაზში დაგეგმილი გრანდიოზული საიუბილეო საღამოთი ეხმიანება. საღამოზე შესრულდება, რა თქმა უნდა, ბატონ სულხანის ნაწარმოებები, საღამოს ყავს ასევე წამყვანი ნიკოლოზ წულოკიძე, ხოლო რეჟისორი გახლავთ გვანცა მეფარიშვილი. უფრო მეტ დეტალს შევიწყობთ ჩვენი სტუმრისგან. ნუცა კასრაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ნუცა. და როგორც ხვდები, საღამოს მხოლოდ მუსიკალური დატვირთვა არ ექნება, რაღაც სხვა ფორმატშია გადაწყვეტილი და უფრო მეტი დეტალი რომ მოგვახსენოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც საინტერესო საღამო გველის 1 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 7 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში. კონსერვატორიის რექტორის ბატონი გიორგი ვაჩენაძის ინიციატივითა და ჩვენი მთელი გუნდის ჩართულობით მომზადდა ეს საღამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მზადდებოდა. საღამო მოიცავს რამდენიმე ნაწილს, ასე ვთქვათ. ეს იქნება ვიდეო ინსტალაცია, სადაც გამოყენებული იქნება სულხან ცინცაძის უნიკალური დოკუმენტალური მასალა სულხან ცინცაძის შესახებ, რომელიც დაცული იყო არა მხოლოდ კონსერვატორიაში, არამედ სახელმწიფო არქივშიც. შემდეგ გაშუქდება როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობები, ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები, მევიოლინე ილია კალერი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც ვიწვევთ სპეციალურად და ჩელისტი სურენ ბაგრატუნი, საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად წარსდგება. ასევე კონცერტში მონაწილეობას იღებს სახელგანთქმული ჩვენი ქართველი პროფესორი ბატონი ნოდარ ჟვანია. ასევე წარსდგებიან ახალგაზრდა მუსიკოსები, შესრულდება 2 კვარტეტი, მე-6 და მე-10 კვარტეტები, რაც სერიოზული, ესე ვთქვათ, ნაწილი იქნება ამ კონცერტისა და მოგეხსენებათ ბატონი სულხანის შემოქმედება წარმატებულია ყველა ჟანრში, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი წვლილი კამერული მუსიკის ჟანრში და კერძოდ საკვარტეტოში არის აღსანიშნავი და სწორედ ამ ნიშნით დაკომპლექტდა ჩვენი კონცერტის პროგრამაც. კამერულ ინსტრუმენტული ნაწარმოებები იქნება შესრულებული და სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოხდა მისი კონცერტინოს, ჩელოსა და ორკესტრისთვის კონცერტინოს გადამუშავება კამერული შემადგენლობისთვის ზურა ნადარეიშვილის მიერ. კი ბატონო. აი ეს ფორმატი თვითონ რომ ნიკოლოზი იქნება მთხრობელი, ესე ვთქვათ და ალბათ მოყვება ბევრ საინტერესო ფაქტს ბატონი სულხანის შემოქმედებიდან. ეს რაღაცა უჩვეულო ფორმატია ყოველ შემთხვევაში. კიდევ რამე ესეთი სიურპრიზი ხო არ არის, რაც მაყურებელს? არის ძალიან ბევრია სალაპარაკო. მართლაც ესეთი კონცეფცია იყო, რომ მაქსიმალურად გაგვეშუქებინა ბატონი სულხანის შემოქმედება. იგი როგორც მოგეხსენება 19 წლის განმავლობაში იყო კონსერვატორიის რექტორი და ყოველივე ამ ინფორმაციის აღმნუსხველია სპეციალურად მომზადებული ბუკლეტი, საკმაოდ ვრცელი გამოცემა გამოვიდა, რომელზეც იმუშავა ქალბატონმა მანანა ახმეტელმა, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარემ და შესანიშნავ მუსიკის მცოდნემ. ის გახლავთ ამ ალბომის, აი ამ ესე ვთქვათ, შემიძლია თავად ვთქვათ, წიგნი. ციგნის ავტორს ეკუთვნის ეს გამოცემაც. იქ თავმოყრილია, ესე იგი, როგორც ქალბატონი მანანას სტატია, ასევე სხვა ბატონი სულხანის თანამედროვეთა შესანიშნავი გამოხმაურებები. ეს შეიცავს უნიკალურ ისტორიულ მასალას ეს ციგნი და სწორედ აი ამ ბუკლეტსაც წარმოვადგენთ ამ საღამოზე და
ტექსტუალური ნაწილიც ბატონი ნიკოლოზი რასაც ისაუბრებს, ეფუძნება აი სწორედ ამ ისტორიულ წყაროებს და გაცოცხლება მოხდება აი ამ ვიდეო ინსტალაციებთან ერთად და ცოცხალ მუსიკალურ ჩანართებთან ერთად. ძალიან საინტერესოა ესეთი დრამატურგია საღამოსი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ შეარჩიეთ მუსიკოსები ამ საღამოზე მონაწილეობისთვის. შემდეგ როგორ მოხდა მათთან კომუნიკაცია და საინტერესოა თუ შედგება ქართველი და უცხოელ მუსიკოსებს შორის კოლაბორაცია. რომ არ დამავიწყდეს ჯერ მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომელმაც დააფინანსა ეს პროექტი, ასევე საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას მართლაც მჭიდრო თანამშრომლობისა და ასევე პარტნიორობისთვის და გიპასუხებთ თქვენს კითხვაზე. კონცერტში შერჩეული კონცერტის მონაწილეები, აი ეს შემსრულებლები, რომელიც ჩვენ მოვიწვიეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კერძოდ ბატონი გიორგი ვაჩნაძის მოწვევით ჩამობრძანდნენ ისინი, მათ რეპერტუარში ჰქონდათ სინცაძის ნაწარმოებები. არ იყო მათთვის უცხო. არ იყო მათთვის უცნო. ძალიან სასიამოვნო. განსაკუთრებით მე არ მინდა ხა წინასწარ გავაჟღერო ზოგიერთი ნიუანსი, შეიძლება თავად საღამოზე იყოს ეს ფრაგმენტები გაჟღერებული პირველად. ჰქონდათ ცოცხალი ურთიერთობაც ბატონ სულხანთან და საინტერესოა ეს ყველაფერი. ანუ შემთხვევით არ არის შერჩეული სოლისტები. სურემ ბაგრატონი კერძოდ მინდა გამოვყო ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ მათი კოლაბორაცია ქართულ მუსიკოსებთან, კერძოდ სტუდენტიც იღებს მონაწილეობას, რომელიც აკომპანიმენტს გაუწევს ბატონ ილია კალერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ჩვენ კონცეფციაში თავიდანვე იყო ჩადებული სტუდენტებზე გაგვამახვილებინა ასევე ყურადღება, რადგანაც ბატონი სულხანი ძალიან ზრუნველი რექტორი იყო სტუდენტებისთვის და ბუნებრივიც არის გამორჩეულად და უშუალოდ და აი მისი პიროვნული ხიბლი სწორედ სტუდენტებთან ურთიერთობაშიც მჟღავნდებოდა და არ შეიძლებოდა ეს საღამო არ ყოფილიყო სტუდენტების ჩართულობით. იცით რა მაინტერესებს? აი წლის ბოლომდე კიდევ რა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი და თუ გასცდება ეს ღონისძიებები ქალაქს და გავა რეგიონებში. აი ამის შესახებ თუ შეიძლება რომ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ჩვენ კონსერვატორიამ მოამზადა არაერთი პროექტი რეგიონების მასშტაბით. ძირითადად ამ ეტაპზე, რაც ასე ვთქვათ, ჩაშვებულია პროექტები, ეს ეხება უფრო მუსიკოლოგიისა და კომპოზიციის ფაკულტეტის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს. ეს არის ტრენინგები, გადამზადებები მუსიკის თეორიის და ისტორიის მიმართულებით, ასევე დაგვექმნილი გვაქვს საშემსრულებლო მიმართულებითაც. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი საოპერო სტუდიის საპრემიერო სპექტაკლი წავიღოთ ასევე ქუთაისში და ბათუმში თუ კი აი ამის საშუალება იქნება. დაორგანიზება მოხდება. და ასევე ჩვენ მინდა აქ გავაჟღერო ჩვენი სტუდენტური ორკესტრის აქტივობების შესახებ, ასევე სტუდენტური ორკესტრის დაგეგმილი გვაქვს, რომ წავიყვანოთ რეგიონებში. იმიტომ რომ ეს რეალურად ის პროდუქცია, რასაც ჩვენ სემესტრში ორჯერ გამოუშვებთ ხოლმე და საკმაოდ წარმატებით. ძალიან საინტერესოა აი ამ ფორმატით ახლა წელს რასაც ატარებთ ხო 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბატონი სულხან ცინცაძის იუბილეს. თუ იგეგმება რომ ყოველწლიური ხასიათი მისცეთ მსგავს ღონისძიებას და მაგალითისთვის აი დაფუძნდეს სულხან ცინცაძის სახელობის ესეთი ფესტივალი. ძალიან კარგი იდეაა. ან შეიძლება ახლა აი ამ სტუდიაში დაიბადა ამ ფესტივალის შექმნის იდეა. და წლების შემდეგ მე რეიტყვიან რომ აი ერთი წამყვანი იყო. ისტორიულ მოვლენას შეიძლება დაედოს აქ საფუძველი. იცით რა, ჩვენ წლის დასაწყისში გვაწოდებს მუზეუმი ქალბატონი მარინა ჩიხალაძე მთელ ნუსხას საიუბილეო თარიღებისა. ეს არის 80 წლის იუბილე, 90-ის კარგად გმყოფოს ღმერთმა ცოცხალი მუსიკოსები ყავს, რომელთა იუბილეები აღინიშნება და შემდეგ აი ესეთი მსხვილი იუბილეები, როგორიც წელს გვაქვს და ასეთი, როგორ ვთქვათ, ისეთი ნუსხა არის, რომ მართლაც უზარმაზარი ნუსხა და მართლაც
დიდი სამუშაო გველოდება, რომ ღირსეულად წარიმართოს ყველაფერი და ბატონი სულხანის სახელობის ფესტივალი მართლა საინტერესო იდეა იქნება კამერული მიმართულებით ალბათ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა ამ იდეის მოწესრიგებისთვის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ჩვენ რამოდენიმე მონაწილე დავასახელეთ, მაგრამ მე ვიცი რომ ამ საღამოზე მრავლად იქნებიან მონაწილეები და კიდევ რამოდენიმე მათგანს ხომ არ დაგისახელეთ. დიახ, რა თქმა უნდა. ვინმე არ გამოგრჩეს რომ მე ვინმე არ რა თქმა უნდა, ვეცდები რომ ვინმე არ გამომრჩეს. კი, როგორც გითხარით, კვარტეტის ორი შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას. ერთი ასე ვთქვათ, მოდით, ბატონი ნოდარ ჟვანიას ხელმძღვანელობით. მე ესე მეძახი უფროსების შემადგენლობა. დიახ, და მეორე ახალგაზრდული შემადგენლობა. ორივე ამ კვარტეტს ესეთ მხატვრულ მხატვრულ ხელმძღვანელობას, სამხატვრო ხელმძღვანელობას უწევს ბატონი ნოდარი. ეს არიან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ვნახოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ხელავთ ყველანი, მაგრამ აუცილებლად უნდა შესრულდეს ის კვარტეტები, რაც არის დაგეგმილი და ასევე ეს შემადგენლობა შეასრულებს მის საკვარტეტო მინიატიურებსაც. მარგალიტებს სრულიად. შემდეგ როგორც აღნიშნე, ილია კალერი და სურენ ბაგრატუნი არიან. ბატონი სურენი შეასრულებს საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად, სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად კონცერტინოს. სცენაზე მრავალი მონაწილე გვეყოლება და შესრულდება ესეთი სავიოლინო ნაწარმოები. ილია კალერი შეასრულებს სულხან ცინცაძის პოემას, რომელიც საოცარი ექსპრესიონისტული ნაწარმოებია, ძალიან საინტერესო ჩანაწერი არსებობს. და ქალბატონოცა შეგვიძლია რომ რაღაცები დავუტოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც სიურპრიზად, ხო? რა თქმა უნდა, დროის სიმცირის გამო ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენ, რომ მიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ნუცა კასრაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი.